ეხლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოში ალბათ ყოველი მეორე ოჯახი ნერვიულობს ბავშვებზე, იმიტომ რომ მძინვარებს რძის პროდუქტების კრიზისი. შეიძლება იფიქროთ, რა კავშირშია ეს ან სალომე ზურაბიშვილთან, ან პლატფორმასთან და რატო ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ ან ევროინტეგრაციასთან და მე მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირ კავშირშია რეალურად ის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის ძალიან დაბალ დონეზე, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უამრავი ადამიანი კითხვას სვავს, რომ რომელია ჯანსაღი პროდუქტი და ნდობის კრიზისია ქვეყანაში, არავის არ ენდობა, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც მშობელი, რომელსაც ბავშვი ყავს რძის პროდუქტებით გამოსაკვები და ბავშვისთვის ეს ელემენტარული საკვებია, ხო? ანუ ნარნერვიულობდეს იმას, რომ ხარისხიან საჭმელს უსაფრთხოა ის საკვები თუ არ არის უსაფრთხო. ანუ ეს ებმის პირდაპირ იმასაც, რატო გჭირდება, რას გთხოვდა ჩვენ ევროკავშირი რეალურად და რა მოხდა 28 ნოემბერს, ანუ რა გაწყდა. რატო ითხოვდა სასამართლო რეფორმას ევროკავშირი? იმიტომ რომ კი, სურსათისმგებლობის უამრავი რეგულაცია არსებობს და მთავრობამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ეს მიიღო. მაგრამ თუ სასამართლო არ არსებობს, პერმანენტულად ამ შემოწმების ფარგლებში აღმოჩნდა ეს და სადაც თუ სასამართლო არ არსებობს, სადაც ეს ყველაფერი, თქვათ, განხორციელდება და ამის მიხედვით იქნება მომხმარებლის უფლებები დაცული და არა მხოლოდ მომხმარებლის, არამედ ბიზნესისაც, ეხლა ხო ბიზნესი ზიანდება. იმიტომ რომ არსებობს ბიზნესი, რომელიც არაფერ შუაშია, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ არ არსებობს სასამართლო, აქედან გამომდინარე და უამრავ ადამიანს აგდებს. ანუ ეს ხო არ ეხება მარტო ოპოზიციის მომხრეებს. ის რძის პროდუქტები ხო, იმ რძის პროდუქტებს ხო ქართული ოცნების მხარდამჭერებიც გეახლებიან, ხო? და მათთვისაც პრობლემაა და ამისი ახსნა მინდა მე, რომ ჩვენ გვჭირდება ევროინტეგრაცია, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სასამართლო, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამ რეჟიმის ოპოზიციაში ვარ, არამედ იმიტომ, რომ ყველას ერთად გვჭირდება, ჩვენ როგორც საზოგადოებას გვჭირდება, იმისთვის, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ამაღლდეს. ამას პასუხობს, ამ ამოცანებს ემსახურება ის პლატფორმაც, რაც შეიქმნა. ეხლა 13 წლის განმავლობაში ოპოზიცია დადიოდა მოჯადოებულ წრეზე, ნუ ეხლა შეიძლება 13 წელი გაბუქულია, მაგრამ საბოლოოდ კი ბატონო, თქვენ თქვით, რომ დადიოდა მოჯადოებულ წრეზე, ამოცანებს usახავდა თავისთავად და შემდეგ ვერ ასრულებდა. რომელსაც თვითონვე ვერ ასრულებდა, ხო? არარეალისტურ ამოცანებს. დღეს ხედავთ ამის რესურსს, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში შეასრულოს, თქვათ, ოპოზიციამ ეს ამოცანები. ამ პლატფორმის ამოცანა ის კი არ არის, რომ რაღაცა ერთიანობას მიაღწიოს. ის ერთიანობა რისთვის გინდა, რომ მივაღწიოთ პროტესტის ამოცანებს. ახალ არჩევნებს რომ მივაღწიოთ. ანუ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას რომ მივაღწიოთ, ამისთვის არის ეს პლატფორმა. იმიტომ კი არა, რომ ერთიანები ვიყოთ და რა ფორმატში როგორ უნდა მიაღწიოთ? აი ეს არის საინტერესო. სტრატეგია, ტაქტიკა როგორია? ანუ ძალიან სიმბოლურია, რომ მაშინ როდესაც ვთქვათ, პოლიტპატიმრების მშობლები მართავდნენ აქციას, ბიზნეს პოლიტიკური სადამსჯელო ინსტრუმენტის სასამართლო კლანის ორი ლიდერის ბარათები გაითიშა, საბანკო ბარათები გაითიშა. ეხლა მე ამ ხალხის გაუბედურება კი არ მიხარია. ან დიდ ბრიტანეთს ამ ხალხის გაუბედურება კი არ უნდა. საგარეო სანქციების ამოქმედებით, რომ აი ასე და აი ამ გზით რატო მარტო საგარეო მაკა სად გახსოვს ამ ხელები ვართ, ხო? ეხლა შენ ჩემზე უმცროსი ხარ, მაგრამ მაინც პოლიტიკურ ცხოვრებას ვადევნებდი თვალს. სად გახსოვს შენ 130 დღე რუსთაველი გადაკეტილი ყოს. მე ხო უყურებდი, ეხლა მე იქით ამ ხარესაც ყოფილა 2009 წელი მახსოვს, საკნები მახსოვს. რავი, გავრილობის გამოსვლა პროტესტი. ესეთი რამე არ მოხდა, ეს იმიტომ ხდება. მაგრამ ეს არ არის დაორგანიზებული პოლიტიკური პარტიების მიერ. სწორედ ეს მინდა რომ მკითხოთ. ერთი არის რომ მეხუთე თვე არის უკვე რაც საზოგადოების ნაწილი დგას ქუჩაში და ითხოვს ახალ არჩევნებს და დაკავებულთა გათავისუფლებას. და ერთგვარად შეიძლება ითქვას რომ კონკრეტულ ლიდერსაც ითხოვენ ოპოზიციური პარტიების მხრიდან. რომ გამოიკვეთოს ერთგვარად ლიდერი, რომელიც პროცესებს, პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგება. პაატა ბურჭულაძე იყო. აი ზუსტად ამითი არის მაგალითად. ანუ პაატა ბურჭულაძეს, ანუ სალომე ზურაბიშვილის პროცესის დადებითი მხარე რა არის, რომ ის არავის არ უშლის, რომ ვისაც უკეთესი გეგმა აქვს, ის აკეთოს. პაატა ბურჭულაძეს თუ შეუძლია, რომ დაჯდეს რუსთაველზე აღარ ადგეს და ამით მიაღწიოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, გამიხარდება ტაშ და უკრავ, როცა მიზანს მიაღწევს და გააკეთოს ეს ყველაფერი. არავის არ უშლის ეს ფორმატი, რომ ეს აკეთოს. ჩვენი ამოცანა რა არის, რომ ერთიანდებით ეს ხალხი ვინც იქ შიგნით ვართ, რომ პროტესტის ამოცანებში რომ ახალი არჩევნები უნდა მივიღოთ ძალაუფლების გადაბარების გზით და ასევე უნდა მივიღოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხო? ამისთვის ჩვენ, ანუ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს არის ერთგვარი აი ოპოზიციის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომ ის კი არ უცადოთ, რომ იმაზე შევთანხმდეთ, რაზეც ვერ ვთანხმდებით და ამ შეთანხმებაში მე ერთმანეთი ვეჩხუბოთ და ერთმანეთი დავუპუტოთ. არამედ შევთანხმდეთ, რაზეც ვთანხმდებით, იქ გავაერთიანოთ ძალისხმევა და ძალიან კარგი
კარგი რაღაც შეიძლება გამოვიდეს, საქმეზე ორიენტირებული რაღაც შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ როცა თან ხვდები, მე უკვე საქმის კეთებაზე გადადიხარ და ეხლა ზუსტად ეგ პროცესი მიდის, რომ ვიკრიბებით, ვინც ვიკრიბებით და რა გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, იმის სტრუქტურულ ერთეულს ვქმნით უკვე, რომ საქმედ გადაითარგმნოს ეს ყველაფერი ორგანიზაციულად. ქმედებად გადაითარგმნოს პოლიტიკურ ქმედებად. ეხლა თავარი რა არის, რომ ჩვენც კარგად ვიცით და რეჟიმაც კარგად იცის, რომ მათი ბედით ჩვენი გამარჯვებაც დამოკიდებულია პროტესტის გამძლეობაზე, იმიტომ რომ რაც უფრო გამძლეა პროტესტი, მით უფრო აქტიურია დასავლეთი, ხო? ბუნებრივია ეს პირდაპირ არის კავშირში ერთმანეთთან. ამიტომ პროტესტის გამძლეობას ის სხვადასხვა ფორმით ებრძვის. ის იქნება ძალადობა, იქნება ფინანსური წნეხი, იქნება სასამართლო წნეხი და ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს მაშინ როდესაც ლიდერშიპის აღება რთულად შეგვიძლია, ხო? იმიტომ რომ ლიდერშიპის კრიზისია ბევრი მიზეზის გამო. ამ დროს რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მომემსახუროთ ინტერესებს, ხო? მაგალითად, ვაგროვებთ ინფორმაციას უფლებადამრღვევ რიგით მოსამართლეებზე, გამომძიებლებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მათი გაუბედურება კი არ გვინდა და ის კი არ გვინდა რომ არიან ევროპაში და ლიდერშიპის კრიზისი არის ოპოზიციაში თამა. ერთი წუთი დავასრულებ, ჩვენ გვინდა გამყინავი ეფექტი გამოვიწვიოთ. მათ შორის მართლმსაჯულების რეჟიმის მართლმსაჯულების ორგანოებში იმისთვის რომ უკანონო ბრძანებებს ეს ხალხი არ დაემორჩილოს. ანუ ჩვენ ისიც ვიცით რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხარდამჭერების კარგი კვლევა გაკეთდა და ჩვენ ვიცით რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი ძალიან შეფიქრიანებულია და ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვს, ელოდება, რომ კრიზისს მოაგვარებს, იმიტომ რომ კრიზისის განცდა მათში მაღალია. ელოდებოდნენ, რომ დასავლეთთან დალაგდებოდა, ხო, ტრამპი მოვა, დაგვეხმარება, ეს ვერ მოხდა, ვერანაირად და მოუწიათ, ეხა უკვე ტრამპის ლანძღვაზე არიან გადასულები, მაშინ როდესაც მთელი პროპაგანდა, მთელი წინა თვე ოციანურიდან მოყოლებული. განცხადებები კიდევ ერთ უწოდა ლანძღვა, როგორც წესი ტრამპის ადმინისტრაციის ქართული როგორ არა უწოდა deep state-ის ინსტრუმენტი უწოდა. მე მინდა რომ კითხვა დასვას ვინმე თეთრ სახში ამის შესახებ, რომელიღაც დეპუტატი გვარებს თუდად ვიმახსოვრებ, გამოვიდა და ტრამპი ვარიო deep state-ის ინსტრუმენტიო თუ იარაღიო და მინდა რომ მოახერხა დამარცხება deep state-ისაც ამ კონტექსტში იყო განცხადება. ასე შემდეგ, რეალურად deep state-ს ჩვენ დავამარცხებთ საქართველოში, მაშინ როდესაც ქართულ ოცნებას დავამარცხებთ, იმიტომ რომ deep state-ი არის დიდი ბიუროკრატია და ქართულ ოცნებას როგორც აქვს გაბერილი ბიუროკრატია იმისთვის, რომ მე ეს ხალხი არჩევნებზე მათ სამსახურში ყავდეთ, ეგრე არც ტრამპი რასაც ებრძვის, იქაც არ არის. თამარ, რამდენად სწორად მართავთ, როგორ ფიქრობთ მოლოდინების მართვის მნიშვნელობაზე საუბრობდით თქვენ, რამდენად სწორად მართავთ მოლოდინებს საზოგადოების და მინდა რომ გავაგრძელო აქციის მონაწილეების დაკვეთა, რამდენად იყო ის რაც მაგალითად მოისმინეს თუნდაც იგივე 31 მარტს ყოფილი პრეზიდენტისგან და რატომ გაჩნდა ერთგვარი ნახეთ იმედგაცრუების შეგრძნება და გეტყვით რატომ გეკითხებით რის საფუძველზე ამას თუნდაც იგივე ცალკეულ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ აქტორებს შორის მაგალითისთვის თქვენ ამბობთ რომ ტვირთი შეგიძლია წაიღოთ მაშინ როცა ერთი მიმართულებით მიგაქვთ და აი ამ შემთხვევაში რამდენად მიდიხართ ერთი მიმართულებით იმის გათვალისწინებით რომ ნიკა გვარამი ასეთ რამეს ამბობს რომ ნიკა გვარამი არ არის ცოტნე კობერიძის მიერ გირჩმეტი თავისუფლება პარტიის დატოვება ბადრი გრიგალაშვილის მიერ ბორის ჩელეყურუა ამბობენ რომ ამ ფორმით ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნას არ აქვს აზრი თქვათ ეს სამი ადამიანი ამბობს მათ თქმით ახლა ოპოზიციაში ხდება რაც ხდება ეს გზა არ მიდის უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდაო ეს გზა არსად მიდისო გვარამიას ციტატა მინდა რომ წავიკითხო გახარიას პარტიის უარის გამო წინააღმდეგობის პლატფორმის დოკუმენტში არ არის მკაფიო ჩანაწერი რამდენიმე საკითხზე მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე რაც არის გაუმართლებელი ასევე პარტიის აკრძალვის არხსენებასთან დაკავშირებით გამოთქვეს მაგალითად უკმაყოფილება გამოითქვა უკმაყოფილება იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეს დირიბი უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა მიმართა აქციაზე შეკრებილებს ეს გაჩვენებთ თუ არა რომ მას სურს ერთპიროვნული ლიდერობა ოპოზიციის ეს ერთგვარად გაჩვენებთ თუ არა გარკვეულ კრიზისს ოპოზიციაში და როდესაც ამბობთ რომ ლიდერშიპის კრიზისი არის გულისხმობთ რომ ოპოზიციაში და როგორ უნდა დაიძლიოს ეს საკითხი კი ბატონო მე საუბარი დავიწყე იმაზე რომ რაღაც მოჯადოებულ წრეზე დადიოდა ოპოზიცია და ეს წრე ირღვევა ხო როდესაც ის რაზეც მიჩვეულები იყვნენ რომ დადიოდნენ ის რაღაცა ირღვევა ამას ბუნებრივად მოყვება რყევები ამას ბუნებრივად
ბუნებრივად მოყვება უკმაყოფილება, იმიტომ რომ რაღაცას იყვნენ მიჩვეული, უნდა დამსხდარიყვნენ ხოლმე და ერთიან სიაზე ეკამათათ ან რაღაცა შეუთანხმებელ საკითხებზე ეკამათათ და უცებ სალომე ზურაბიშვილმა შექმნა სივრცე, სადაც მოდი საქმე ვაკეთოთ, ეუბნება და მოდი ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ რაღაცა პროტესტის მონაწილეების უფლებები დავიცვათ. მოდი ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ ყოფილ საჯარო მოხელეების უფლებები დავიცვათ და მათ იურიდიული დახმარება გაუწიოთ და მათ დავეხმაროთ დასაქმებაში, ხო, რაღაცა ამ მიმართულებით ვიმოძრავოთ. მოდი საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს რა ქვია, ვითანამშრომლოთ და შეთანხმებული მესიჯები გავაკეთოთ. მოდი შიგნით, სადაც ვთანხმდებით შიდა კომუნიკაციაში, ანუ ეს არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა. აქ შენ ვერ გექნება რაღაცა ხმამაღალი განცხადებები, რომ გავერთიანდით და ეხლა უნდა შეუტიოთ და გამოვიტაცოთ ვივამედიდან ჩვენი მზეთუნახავი. ანუ ამისთვის არ არის ეს პლატფორმა შექმნილი, რომ მზეთუნახავები გამოვიტაცოთ საიდანღაც, ხო? და შესაბამისად იმის გამო, რომ აქამდე ყოველთვის ეგ იყო ხოლმე მთავარი თემა, შეუგუებლობა ხდება აი ამ ახალ ფორმატთან, მაგრამ ეს ხო ძალიან კარგია, ჩვენ ხო ხვდებით, ანუ თავისთავად ეს შეუგუებლობაც ხო. ხო, მაგრამ დაფსახულობას არის წელს, როდესაც თქვა ყველა ერთ საკითხთან დაკავშირებით ერთ იდეაზე არ არის, იდეის გარშემო არ არის გაერთიანებული. ფედერალისტებს გვაქვს უამრავი იდეა და განსხვავდებით მთლიანად. აი იქ შემავალი სუბიექტებისგან. მაგრამ ჩვენ ხო გჭირდება, ანუ ჩვენ ასევე განსხვავებულად შევალთ არჩევნებში. მაგრამ მე იქ რო დამსხდებით, მაგალითად აი ახლა რასაც ვლაპარაკობთ, ის ძრძის სკანდალი, სასამართლო გჭირდება, ხო? და სალომე ზურაბიშვილს აქ მიღებული ქარტია, სადაც პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, რომ ნაფიცი მსაჯულები უნდა გავიტანოთ. და ეს კარგია, ხო? ეს მე იდენტობას როგორ მაკარგინებს, თუ მე იმას ვაკეთებთ იქ ერთად, რაზეც ვთანხმდებით. ნაფიცი მსაჯულები, სუსის დეკონცენტრაცია, ამაზეც ხო ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ხალხი ჩვენ რო გვისმენს, მათ შორის ოცნების ლოიალისტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და ცვლილებებს დაუჭირონ მხარი. ხო უნდა იცოდნენ, რას უჭერენ მხარს. ხო უნდა იცოდნენ, რომ აი მაგალითად შურისძიება არ იქნება. თუ ოპოზიცია ვინ უზრუნველყოფს ამას, ვინ არის ამისი გარანტი, როცა ოპოზიციაში ესეთი ლიდერშიპის კრიზისია, ხო? ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რაც არის. ეხლა სალომე ზურაბიშვილის წარსული განცხადებების და წარსული მოქმედებების მიმართ მე ერთი წამით არ შემიცვლია საერთოდ წარმოდგენა და ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რაც რა ვიცი მე ხა ჩემი Facebook-ის გვერდი რომ დასერჩო, არქივიდან რასაც ამოიღებ, ყველა სიტყვას დავიცავ ისევ. მაგრამ დღეს ვართ ამ მომენტუმში, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ შეიძლება ლილუაშვილი გადმოვიდეს აქეთ ამ მხარეს და 98% დავდგეთ ერთ მხარეს ქართველების, იმიტომ რომ გავიაზროთ, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება რეალურად ჩვენს დამოუკიდებლობას იგივეს ამბობს თამარ ნაციონალური მოძრაობა, ახსენებენ სალომე ზურაბიშვილს წარსულ განცხადებას, მაგალითად იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას რო თხოვდნენ, მაშინ ხო არ ახსენებდნენ იმ განცხადებებს. ქარტიაზე რო ხელს უწერდნენ, მაშინ ხო არ აცხადებდნენ. რეალურად ეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ, იმიტომ რომ რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, იქ მიხეილ სააკაშვილი არ არის ცენტრში. შეეძლო ყოფილიყო, რომ დასჯერებოდა იმას, რომ ხალხის ინტერესებში უნდა ჩადგეს მისი პარტია, პროტესტის ამოცანების ინტერესებში უნდა ჩადგეს მისი პარტია და არა მისი ეგოსი. შეეძლო რომ ყოფილიყო. მაშინ ნაციონალური მოძრაობა როგორ არის სალომე ზურაბიშვილის გვერდი და ბრძოლადი ამ პერსპექტივაში გნებავთ მოკლემობადიაში რამდენად მყარი არ არის, არც ნაციონალური მოძრაობა არ არის, არც გვარამია არ არის. რომ მედია იქ დგას, რომ გამოდივართ, ხედავს გვარამიას 31 მარტის მერე, არც გვარამია და არც ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ პროცესის მონაწილეები არიან და არ მოიაზრებენ თავს თქვათ განცალკევებულად, თუნდაც იგივე პლატფორმისგან ან გარკვეული ოპოზიციური ბრძოლის. მაგაშია მაგათი მავნებლობა, რომ თან უნდა რაღაცა პროცესთან, რა თუნდაც იმ პროცესში ყოფნა, რომელსაც ამბობდნენ სიმართლეს. რა თუნდაც, იმიტომ რომ თან იქაც უნდა, თან აქ უნდათ, იმიტომ რომ მათი პრობლემა რა არის, რომ თბილისში გავიდნენ მეხუთე ადგილზე, მაკა. ანუ ეს არის პარტია, რომელიც თავს ასაღებს მთავარ ოპოზიციურ ძალად და ამ ქალაქში, დედაქალაქში გავიდა მეხუთე ადგილზე. ანუ წავიდა ეგ დრო, უნდა დავივიწყოთ, ნელ-ნელა გავწიოთ ეს ნაცმოძრაობა ჩვენი იმიდან, რა ქვია, წარმოდგენებიდან და როდესაც ნორმატიულ გავლენას დაკარგავს და გააცნობიერებს ხალხი, რომ ქართული ოცნების ინტერესებშია, ხო, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩანდეს. ქართული ოცნების ინტერესებშია, ხო, რომ მიშას და ბიძინას შესახებ იყოს. იმიტომ რომ ლაპარაკობს ის კაცი 2011 წელს იანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი პირით ამბობს, რომ მე მჭირდება პოლარიზაცია. ასე რომ იყოს მაშინ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით ეგეც არის მაგაში, ეგეც არის მაგის ნაწილი, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე ვიხმაუროთ და ყველა ჩაგვყაროს ერთ ქვაბში, რომ ვითომ ყველა ნაციონალური მოძრაობა ვარ და სალომე ზურაბიშვილი მაგას არ ღვევს ზუსტად. კიდევ ერთი დეტალი აუცილებლად მინდა რომ ამაზე კითხო. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, რომლის მიმართაც ბუნებრივია სოლიდარული ვარ. რატო ეძახის იმაში, რა ქვია, ამ გამოძიებაზე ნაციონალური მოძრაობის? კომიკურია, ხო, მაკა ბოკერია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი უნდა გასამართლესო და ბოკერია ზის სახში იმისავით, რა ქვია, ეს ცნობილი მიმიროა, ხო იცი, იმის ნარკოსის, როზიის ეს
მოწყენილი. ეს ეზის ველოდება რომ დაუძახებენ კომისიაზე, ამას არავინ არ ეძახის. თუ დაიბარა მივა გიგაბოკერია. არ მიმაც ხადია, არ მივა და დასცინებს და ამას, მაგრამ ფაქტია რომ ამას არ ეძახიან. ეძახიან ხაზარაძეს და იმას, რა ქვია, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მათი გვარები გაჟღერდა და შესაბამისად გასაგები იყო. ხო, ფაქტი ეგ არის, ხო, რომ ანუ რეალურად ამოცანაც აი ამ საგამოძიებო კომისიის არის ისევ ის ბიზნეს გამარჯვების ბილეთის ამოქმედება, რომ პოლარიზაცია გააკეთოს, აქეთ ვინც ვართ ყველა ნაცებად შეგვრაცხოს და ესე არ არის, ხო? ანუ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა სწორედ მაგას ემსახურება, რომ ჩვენ რაღაცა ბელადების და იქ რაღაცა რეალისტური ამოცანების იმაში კი არა ვართ, სამსახურში კი არ ვდგევართ, ფოკუსირებულები ვართ კონკრეტული ნაბიჯების გადაცემაზე. და თვითმმართველობაზე უნდა კითხო, ოღონდ მანამდე კიდევ ერთი დეტალი, თქვენი უკმაყოფილება გამოიწვია აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსპარანტების გამოჩენამ და ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის მოხდის ჩახშობის მცდელობაში დაადანაშაულეთ, რაზეც ენემის პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარაბიძემ გიპასუხა, სასაცილო და სამარცხვინოა ციტატა თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე რომ ლაპარაკობს, ლუზერიაო ეს ადამიანი შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით. აქციის გამართვამდე ცხადია რომ გარკვეული კოორდინაცია როგორც ესეთი ძალებს შორის, ოპოზიციურ ძალებს შორის იყო ხომ, არ იყო შეთანხმებული ის რომ თქვათ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები გამოვიდოდნენ იქ პოსტერებით, ან რატომ არ აქვთ მათ უფლება რომ მოვიდნენ და გამოვიდნენ პოსტერში კი არ არის. ან რა პასუხს სცემთ მაშინ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, რომლებიც აქციაზე მოდიან საზოგადოებამ. აქ საქმე არ არის მიხეილ სააკაშვილის პოსტერში, რომელიც არის პოლიტპატიმარი და რეჟიმი, რომ შეიძლება გათავისუფლდება და მე თუ ვინმეს რამე პრეტენზია იქნება, სამართლიანი სასამართლო იქნება, იქ გაარკვევს. ანუ ამაზე საუბარი კი არის, საუბარი არის საქციელზე. ჩვენ კიდე გვყავს 50-ზე მეტი პირტიტველა პატარა პოლიტპატიმარი. სინდისის პატიმრები გვყავს ჩვენ და მარტო შენი სურათი რო ფრიალებს მაშინ როდესაც დანარჩენები 50 მეტრის იქით არის გაწეული და შენ ჩარხარ კარტში ეს არის უზრდელობა და ეს არის დამაზიანებელი პროტესტისთვის აი ეს არის უზრდელობა. როდესაც შენ გინდა ამხელა ეროვნული მოძრაობა და აი ამხელა რაღაცა 31 მარტის ეს ერთსულოვნება, სადაც უამრავი ადამიანი გამსახურდა მაშინდელი ლიდერშიპის ოპონენტი იქნებოდა, მოძულე იქნებოდა, მომხრე იქნებოდა, კომუნისტების მომხრე იქნებოდა, ყველა წავიდა და ერთსულოვნად მიცახმა და ამ დროს აი ამ დამყოფის თემით შედიხარ და უკან უფრიალებ, იმიტომ რომ ეს შეიძლება ეს არის უზრდელობა და ეს არის უპატივცემულობა იქ მყოფი საზოგადოების და ბუნებრივია პროტესტს გამოხატავ, როცა ეს მოხდება. მაგრამ ზოგადად ეს ხდება, ხო? იმიტომ რომ ზუსტად როგორც ბიძინა ივანიშვილს აწყობს, რომ ნაცმოძრაობა იყოს აქეთ ყველაფერი და ამ პოლარიზაციაში თვითონ მოუგოს მიშას. ზუსტად იგივენაირად უნდა მიშას, რომ აქეთ ამხარეს მარტო ბიძინა იყოს, ვინც მას უპირისპირდება ყველას ქოცად რაცხავდეს, იმისთვის რომ ბიძინა როცა ჩამოიშლება, მის გარდა არავინ არ იყოს, ვინც ხელისუფლებაში მოვა. ეგეთი არარეალისტური ამოცანა. ყველას მინუს ნაციონალური მოძრაობა ან მიხეილ სააკაშვილის არის თქვენი ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფორმულა. არა, მე ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტია. ფედერალისტები და ვაძლიერებთ ჩვენ პარტიას. ოღონდ ჩვენი პარტიის გაძლიერება და ჩვენი გაძლიერება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მოგვიწევს მუშაობა და თანამშრომლობა სპექტრთან საერთო ამოცანებზე. ანუ ჩვენ მუშაობთ იმაზე, სადაც ერთად ვდგავართ, ხო? იმ საპროტესტო აქციებზე ერთად ვდგავართ. ფედერალისტებს არ ჩაუგდიათ არც ერთი დღე, ყოველ დღე დგანან იქ. და იმ პროტესტის ამოცანებზე ვკოორდინირდებით. რაც შეეხება იმას, მე მილიონი სხვა იდეა მაქვს და ამის გატანას შევეცდები იმ წონის მიხედვით, რასაც მე საარჩევნო დავკრებ, ხო? და არჩევნებში ავკრებ და რამდენი ადამიანიც მე მენდობა. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ჩემგან მკვეთრად განსხვავებულ ძალებთან თანამშრომლობა შემიძლია იმაზე, რაც გვაერთიანებს, ამისი დემონსტრირება გჭირდება. იმიტომ რომ ოცნების მომხრეებისთვისაც კოალიცია რას ნიშნავს, იცით? აი იმ კვლევაში კარგად იკვეთება ქაოსს. ქაოსი ნიშნავს კოალიცია, იმიტომ რომ საერთოდ არიციან და სწორიც არის რომ ესე გონიათ. თვითმმართველობის არჩევნები, თამარ, გეგმოდით არჩევნებში. ზურაბიშვილის მცდელობა არის რომ აი ამ ქაოსს ნათელი მოფინოს და აჩვენოს რომ სინამდვილეში რას ნიშნავს კოალიცია. ანუ ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც კარგი პროექტი, იმიტომ რომ დაინახავენ თუ ყველაფერი სწორად წავიდა, კიდე ერთხელ არ მინდა რომ რაღაცები მოლოდინები მაღლა ავწიო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს ვდგავთ იმის გარშემო რაც გამოგდის. მაგრამ აი გვაქვს შანსი რომ დავანახოთ როგორ მუშაობს კოალიცია. თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავდით მონაწილეობის მიღებას და შემდეგ უკვე გავიგეთ თქვენი განცხადებების გათვალისწინებით რომ გადაიფიქრეთ. რატომ? და მე კი არ გადავიფიქრე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ისეთი განცხადება 28 ნოემბერს, რომ რატომ უნდა ვიფიქროთ თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც მე მართლა მჯერა მაკა და მაგის იმედი მაქვს, რომ თქვენს ყველას დაგაჯერებთ ამას და 80% და 90% დავაჯერებთ, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ საქართველოს სუვერენიტეტი დააყენა ეჭქვეში. ვერ გადარჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე. ვერ გადარჩება
საქართველოს სუვერენიტეტი. ამისი მოწმე არის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, როდესაც მესამე ჯარების განთავსებაზე უარი თქვა საქართველოს და 10 თვეში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო. ამისი დასტური არის 1991, 92, 93 წლები და ის ომები, რასაც რუსეთი საქართველოში აწარმოებდა, მაშინ როდესაც ჩვენ ევროკავშირი ან ნატო საერთოდ, ანუ ერთად დამოუკიდებლობა გვიხაროდა და დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს ყვიროდით და შავლეგოს მღეროდით. მეც არაფერს არ ვაკეთებ. თამარ, რა შემთხვევაში მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში ფედერალისტები? რა შემთხვევაში მიიღებთ მონაწილეობას? თვითმმართველობის არჩევნებში რატო უნდა მივიღო მონაწილეობა მაშინ, როდესაც მურუსიძეს ბარათი გაუჩერეს და იქიდან ვანსის ციტატებით ელაპარაკებიან. არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ახლა მოგების გზაზე ვართ. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მივიღო მონაწილეობა, თუ ეს პროტესტი დამარცხდა, დავიწყო ფიქრი ამაზე. და საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ ეს პროტესტი მარცხდება. ანუ უპრეცედენტონების ყოფას აჩვენებს პროტესტი, უპრეცედენტო წნეხი მოდის დასავლეთიდან და სალომე ზურაბიშვილიც ცდილობს, რომ შექმნას ალტერნატიული პროცესი და ადამიანებს, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველს ანახოს, რომ კოალიციური ძალა ნიშნავს იმას, რომ ქარტია შესრულდება, სასამართლო რეფორმა შესრულდება, სუსის დეკონცენტრაცია მოხდება, ეს მავნე კანონები გაუქმდება, იგივე თქვათ, საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლება და თავისუფლად შეძლებენ იმას, ანუ ეს ალტერნატივა რო დავანახოთ. ქუჩიდან როგორ უნდა აწარმოოს ეს პროცესები, ამაზე უკვე შემდეგი სტუმრობისთვის გადავდოთ ამ თემებზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. დრო ამოიწურა თამარ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი.